და ბატონ ირაკლის ასე ვთქვათ ბოლო იმას ნაწილს გამოვეხმაურო. ჩემთვის პირადად ბატონ ირაკლის ნათქვამი და გამონათქვამი არის პირდაპირ შეურაცხმყოფელი როგორც მართლმადიდებელი ადამიანის მიმართ. როდესაც ის ეკლესიის წინამძღოლებს, ასე ვთქვათ, ეკლესიის მოსამსახურე ადამიანს უწოდებს ისეთ ადამიანებს, რომელიც თესავენ სიძულვილს, რომელიც ერთმანეთში აღვივებენ შუხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ეკლესიის წინამძღოლების როლი ქართულ საზოგადოებაში არაერთი. თუნდაც იმ ძიმე პერიოდში მე არ მინდა ახლა ცოტა თემის გადახვევა შეიძლება მომივიდეს, მაგრამ 8 აგვისტოს პერიოდში ეკლესიის წინამძღოლები იყვნენ, როდესაც იქიდან დაჭრილები გამოყავდა და ემსახურებოდნენ ქვეყნის სადარაჯოზე იყვნენ. მე მინდა ასევე არ დაავიწყდეს ქართულ საზოგადოებას ის მომენტი, ის პერიოდი 2009 წლის 6 მაისი, როდესაც ქართულმა პოლიციამ, სახელმწიფო ინსტიტუტმა ქართულ მოსახლეობას სასაკლაო მოუწყო და ეკლესიის წინამძღოლები ქართულ საზოგადოებას შორის ჩადგა და ერთმანეთს აშველებდა და ერთმანეთს არიგებდა. აი ეს როლი არ დაგვაუწყდეს და მოდი თავი გავანებოთ დღეს ქართული ეკლესიის ლანძღვას და შეგნებულად კონკრეტული ადამიანების მიმართ იმის თქმას, რომ ჩამოყალიბებას, რომ თითქოსა ქართული ეკლესია არის სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩარეული. პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩარეული ეკლესიის ცხოვრებაში და ისინი მართავდნენ და ისინი ინაწილებდნენ ვის რა ფუნქციები უნდა აიღოს საკუთარ პასუხისმგებლობაში. აქ მე მინდა ირაკლის თუ აქვს სურვილი პასუხის და უკვე რეკლამაზე გავალთ. კი, თქვენ 17 მაისის კადრები არ გინახავთ? არ გინახავთ ადამიანს მოსაკლავად დედის გინებით რომ დაძდოდა მღვდელი? არ გინახავთ ინტერნეტში დადებული ასობით ვიდეო, სადაც ქადაგებენ რომ ადამიანები ცოდვის გამო გაშავდნენ, რომ იაპონიას ცუნამი ცოდვის გამო დაატყდა, სიძულვილს და ბოროტებას რომ ქადაგებენ ქრისტეს სახელით, არ გინახავთ? გაინტერესებთ პასუხი? გაინტერესებთ პასუხი? რა თქმა უნდა. 17 მაისს მე ვნახე ის კადრები, როდესაც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც მიიწევდა იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალადობისაკენ, რომელიც ეკლესიის ერთ-ერთმა წინამძღოლმა გამოართვა ის, რაც მას ეკავა მეორე ადამიანის ფიზიკურად გასანადგურება. აი ეს კადრი ვნახე მე პირადად. და თქვენ არ ვიცი რა კადრი ნახეთ და თქვენ არ ვიცით საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები და ძალიან ხოდრო თავი დაანებოთ მსგავსი ინტერპრეტაციით ეკლესიის სახელის გამოყენებას.